თაგო ესეთი შეკითხვაა, რომ აი ამ ბოლო პერიოდში დროულმა დიაგნოსტიკამ და პრევენციამ სტატისტიკურად როგორ შეცვალა სურათი? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ძალიან მიხარია, რომ ამ თემას დაუთმეთ ეთერი, იმიტომ რომ ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის და ჯერ კიდევ არის ის სტიგმები, რომელიც ჩვენ ხელს გვიშლის. რაც შეეხება პრევენციას, სიმსივნის პრევენცია დაკავშირებულია მაინც იმ ზოგად რჩევებთან, რომელიც შესაძლებელია რომ მივცეთ სხვა დარგის ექიმებმაც კი, როგორც არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა, სტრესის შემცირება, ასევე არსებობს ვაქცინები, რომელიც ხელს გვიწყობს რომ შევამციროთ სიმსივნით დაავადება, მაგალითად პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც საშუალო ნოსყელის, თავკისრის და სხვა სიმსივნეების განვითარებისგან გვიცავს. რასაკვირველია, ადრეული დიაგნოსტიკა გვაძლევს გადარჩენის გაცილებით უკეთეს მაჩვენებელს და ჩვენივე პრაქტიკაში ვხედავთ, რომ ის ადამიანები, რომელთა დიაგნოსტირება ხდება ადრეულ სტადიაზე, გაცილებით უკეთესი შედეგები აქვთ. აი რომ ჩამოთვალოთ მაინც ის კვლევები, ხო, სკრინინგზე როცა ვსაუბრობთ, აი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევები, რომელიც გვაძლევს სწორედ აი ამ კარგ შედეგს საბოლოო ჯამში. ძირითადად მამოგრაფიული და ძულძუს ულტრაბგერით კვლევას გულისხმობს. ასევე საშუალო ნოსყელის სკრინინგი არსებობს, რომელიც საკმაოდ ადრეული ასაკიდან 25 წლის ასაკიდან არის ხელმისაწვდომი საქართველოში. აქ პაპილომავირუსზე ხდება გამოკვლევა და პაპ-ტესტის ჩატარება. ასევე ქალებსა და მამაკაცებში 50 წლიდან არსებობს ნაწლავის სიმსივნის სკრინინგ პროგრამა, რომელიც იკვლევს განავლის ანალიზს ფარულ სისხლდენაზე და პროსტატის სიმსივნის სკრინინგ პროგრამა, რომელიც პროსტატ-სპეციფიურ ანტიგენს სისხლის ანალიზია ნახულობს. სამწუხაროდ ჯერ კიდევ ძალიან დაბალი არის სკრინინგის პროგრამებში მიმართვიანობა. შედარებით ბოლო წლებში გაუმჯობესდა ძუძუს კიბოსკრინინგის მიმართვიანობა და შესაბამისად უფრო მეტი პაციენტი გვყავს, ვისაც ადრეულ სტადიაზე დაუდასტურდა ძუძუს სიმსივნე და შესაბამისად გამოჯამთელდნენ. რაც შეეხება სხვა სკრინინგ პროგრამებს, ალბათ ცნობადობა ნაკლები არის, ალბათ ისევ არის სტიგმასთან დაკავშირებული და შედარებით უფრო ნაკლებია მიმართვიანობა. თუმცა მე მინდა რომ ვუთხრა საზოგადოებას, რომ სკრინინგულ კვლევაზე უნდა მივიდეთ უსიმპტომო პაციენტები. იმისათვის, რომ აღმოვაჩინოთ დაავადება მანამ სანამ სიმპტომს მოგვცემს. და მე მესმის, რომ ეს ძალიან რთული არის ფსიქოლოგიურად, თუნდაც კვლევაზე მისვლა, სადაც შეიძლება ეს დიაგნოზი დაგისვან. მაგრამ თუ ჩვენ ეს დიაგნოზი გვაქვს, ჯობია ვიცოდეთ ადრეულ სტადიაზე, სანამ გვაქვს გამოჯამრთელების შანსი. რასაკვირველია. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ სკრინინგ პროგრამებს მიმართოთ. და ეს წითელი ალმები როდის უნდა ავაფრიალოთ და როდის უნდა გამოჩნდეს, იმიტომ რომ თქვენი თქმის არ იყოს ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს ეს დაავადება. როგორც არის სიმსივნური დაავადებები. სიმსივნური დაავადებების ერთ-ერთი სივერაგე არის სწორედ ის, რომ ძალიან ხანგრძლივად შესაძლებელია უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. რაც შეეხება სიმპტომებს, რომელზეც შესაძლებელია, რომ ესე ვთქვათ, ავანთოთ წითელი შუქი, არის მაინც ძალიან ზოგადი სიმპტომები, მაგალითად გახანგრძლივებული ტკივილი ნებისმიერ არეში, გახანგრძლივებული ხველა, წონაში უმიზეზოდ კლება, ასევე რაც ვიზუალურად შეიძლება დავინახოთ კანზე ცვლილებები, ხალის ზომაში შეცვლა, სტრუქტურის შეცვლა, ასევე კერდის ასიმეტრია, კერდის კანის შეცვლა, ან რაიმე გამობურცულობის, ესე ვთქვათ, კვანძის არსებობა, კერდის ან თუნდაც კისრის არეში, იღლიის არეში, საზარდულის არეში, აი რაღაც კვანძების არსებობა, რომელიც ამოზნექილი არის სადა ზედაპირიდან. ასევე სისხლიანი გამონადენიან სისხლდენა
ესეც ესე ვთქვათ აუცილებლად განგაში უნდა ჩავთოთ და მივმართოთ ექიმს. თუმცა ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად სიმსივნის დიაგნოზი დაისმება, მაგრამ ექიმს და სპეციალისტს აუცილებლად უნდა მივმართოთ ამ შემთხვევაში. აი დღეს ზუსტად ის დღეა მივმართავ მოსახლეობას, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ავტეხოთ განგაში იმაზე, რომ დროულად მოხდეს დიაგნოსტირება.